დღეს ქალაქის თვითმმართველობამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებსა და მედია საშუალებებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით ბათუმების დღესასწაულის მოსაწვევი და საინფორმაციო ბროშურები გადაუგზავნა, რომლებიც ქალაქის ისტორიაზე, მის ინდივიდუალიზმსა და გასართობ ადგილებზე მოგვითხრობს. ბათუმის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი დავით ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ ევროპელი დამსვენებლებისათვის ხშირად იმართება სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიები. პოსტსაბჭოთა სივრცე კი ტურისტული თვალსაზრისით აუთვისებელ ბაზრად რჩება. მერიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქციებით ისეთი ქვეყნების დაინტერესებას მოახერხებენ, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ასე შემდეგ. ჩვენ გადავაგზავნეთ 100-ზე მეტი წერილი, მოსაწვევი წერილი, სადაც წარმოვაჩინეთ ბათუმი, როგორც შავი ზღვისპირეთის კულტურული საგანმანათლებლო დედაქალაქი, უზარმაზარი პოტენციალის მქონე, აუთვისებელი პოტენციალის მქონე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიერ. ამიტომაც ჩვენ ბათუმობისთვის ველოდებით 300-ზე მეტ სტუმარს ამ ქვეყნებიდან. ეს არის 25-მდე წამყვანი მედია საშუალება, 50-მდე ქალაქის მერი და 25-მდე ცენტრალური ტელევიზია ამ ქვეყნების.